დღეს ელია მეორის გარდაცვალების შემდეგ აქტიურად განიხილება საკითხი, თუ ვინ იქნება ახალი პატრიარქი. და ქართული ეკლესია საუკუნეების განმავლობაში იყო არამხოლოდ სულიერი, არამედ სახელმწიფოებრივი იდენტობის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი. თუმცა რეალურად მას აკონტროლებდა სახელმწიფოს მიერ დანიშნული ობერ-პროკურორი. თუ ეს იყო ერთმორწმუნეობა, მაშინ რატომ ხდებოდა ეს ყველაფერი? რატომ უხდებოდა ეკლესიის დამოუკიდებლობა? რატომ იდევნებოდნენ სასულიერო პირები? რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე უკიდურესად მკვეთრი და შეურაცხყოფელი ტერმინებით იყო მოხსენიებული. იქნება შთაბეჭდილება, რომ ეს ტექსტები პირდაპირ არის გადმოტანილი, ზოგჯერ თითქმის სიტყვა-სიტყვით. როდესაც რწმენა და ეკლესია გამოიყენება ზეწოლის ინსტრუმენტად, ეს უკვე აღარ არის მხოლოდ სარწმუნოების საკითხი. ეს არის პოლიტიკა სხვა ფორმით. გვეუბნებიან, საქართველოს ეკლესიას ავტოკეფალია სტალინმა დაუბრუნა. სტალინმა ამის შესახებ არ იცოდაო. ეს არის დიდი ტყუილი. რეალურად კი ეკლესია ჯერ განადგურდა, შემდეგ კი გამოყენებული იქნა როგორც ინსტრუმენტი. საიდუმლო არ არის, რომ რუსეთი ყოველთვის ცდილობდა და დღესაც ცდილობს გააძლიეროს თავისი გავლენა საქართველოს ეკლესიაზე და ეკლესიის გავლით ქართულ საზოგადოებაზე. პროპაგანდის ამოცნობა ჩვენი თავდაცვაა.